დღეს გამოვაცხე უგემრიელესი ჩიტის რძე, ისეთია დნება პირში. სქელძირიან ქვაბში მოვათავსე 5 კვერცხი მწიფი მარილი, 300 გრამი შაქარი, ავთქვიფე, დაუმატე 120 გრამი კარაქი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, შემოვდგე გასქურაზე დაბალ ალზე და მუდმივი მორევით გავალღვე კარაქი და შაქარი, მივიღე სასურველი ფერი, დაუმატე 1 სავსე ჩაის კოვზი სოდა, აკაფდება, ურიეთ კარგად, დაუმატე ცხელშივე 6 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, მე-7 ჭიქა მოვიტოვე ამოსაგუნდაებლად, გავყავი 4 ნაწილად, მომზადებული მქონდა წინასწარ პერგამენტის საცხობი ფორმები, გავაბრტყელე თბილივე, უკეთესად გააბრტყელებთ, მოვამზადე მე 4-ვე და შემდეგ მარტივად გადაიტან საცხობ სინზე და გამოაცხობთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. დაჩხვლიტეთ ჩანგრით გამოცხობამდე აუცილებლად. კრემისთვის 3 კვერცხის გული, 300 გრამი შაქარი, 1 ლიტრი რძე, 8 სავსე სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი, აადუღეთ, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და შეათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის 400 გრამი კარაქი და 1 ცალი ვანილი. მინანქრისთვის 4 სუფრის კოვზი კაკაო, 5 სუფრის კოვზი შაქარი, 5 სუფრის კოვზი რძე, 50 გრამი კარაქი.